სპეცრაზმელმა, რომელიც გურამ როგავაძეს სასტიკ თავდასხმაშია ბრალდებული, მას ბოდიში მოუხადა. ჟურნალისტი კი არ არის დარწმუნებული, რომ სწორედ ის არის რეალური დამნაშავე. გურამ როგავაძე ძალადობაში ბრალდებულის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ჟურნალისტი სასამართლოში ჯორჯ ორუელის წიგნით ცხოველების ფერმა მივიდა, როგორც იმისი დემონსტრირება, რომ სწორედ ამ მოდელით სურს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვა. დღევანდელ სხდომაზე როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმეში განსასჯელის სკამზე 3 სპეცრაზმელი იჯდა. 3-ვე თამს დამნაშავეს ცნობს და უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს. საქმე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს, არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ცალკე ეპიზოდად არის გამოყოფილი ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა, ეს საქმეც უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. დია ბაძაღუ ადევნებდა თვალს სხდომის მიმდინარეობას. დია, რა დეტალებია ცნობილი დახურული სხდომის შესახებ? თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა 2 პროცესი, 2 სხვადასხვა ეპიზოდის. ერთი ეპიზოდი ეხება ჟურნალისტ გურამ როგავასა და აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს, ხოლო მეორე ეპიზოდი კი ეხება პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელებს. თავად ჟურნალისტი გურამ როგავა ესწრებოდა სასამართლო პროცესს. დღეს პროცესის შემდგომ მან მედიასთან კომენტარისას განაცხადა ის, რომ სხდომათა დარბაზში მის ეპიზოდზე ბრალდებულმა სპეცრაზმელმა მას მოუხადა ბოდიში. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გურამ როგავას აქვს არაერთი კითხვა და საფუძველს უჩენს ამ კითხვის ნიშნების ის, რომ მაგალითად აღნაგობა იმ სპეცრაზმელის, რომელიც მას თავს დაესხა, არ ემთხვევა იმ სპეცრაზმელის აღნაგობას, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში იჯდა. დღეს სასამართლოში ასევე მოვიდა მეორე დაზარალებულად ცნობილი აქტივისტი ზვიად მაისაშვილი. მან დააგვიანა, ამიტომ სხდომათა დარბაზში შესვლა ვერ შეძლო და მალევე დასრულდა დღევანდელი პროცესი, თუმცა მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ პროცესს, დღეს გაიმართა წინა სასამართლოს სხდომა და მოსამართლე ნატო ხუჯაძემ უკვე გადაწყვიტა ის, რომ საქმე გადავა შემდგომ ეტაპზე, არსებითად განხილვის ეტაპზე, უკვე შემდგომი პროცესიდან, რომელიც 13 ივლისს არის ჩანიშნული, საქმეზე დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. როგორც იცით, სხდომა არის დახურული, ადვოკატებს ხელი აქვთ მოწერილი გაუთქმელობაზე, საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო. გარდა ამისა, გურამ როგავასაც მიმართაც იყო სიტყვიერი გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, როგორც ხდება ცნობილი, რომ არ გათქვან საქმის მასალები, რადგან როგორც გითხარით, არის საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო. ერთადერთი რაც ფორმულას მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, არის პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერის ოფიციალური დოკუმენტაცია და აღიარებითი ჩვენებები. მეტი ამ საქმეში არაფერი არ არის. მე აქ დღეს მოვედი იმ მიზნით, რომ თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემს საქმეზეა დაკავებული, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის თავდამსხმელი. ვიდეოში ასახული პიროვნების და იმ ადამიანის, ვინც სასამართლო დარბაზში იყო, ფიზიკური მონაცემები განსხვავებულია, ჩემი ხედვით. ეს ბევრად მომწროტანის არის. შესაბამისად მაქვს კითხვები. მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის. მაგრამ მე მაქვს ამ დროისთვის საფუძველი, რომ შევიტანო ეჭვი იმაში, რომ ის ნამდვილად არის ჩემზე თავდამსხმელი. და ამაზე მოგვიანებით მე მეტის თქმა შემეძლება დეტალებს ფორმულას ეთერში 10 საათზე გაიგებ. ხოლმე არ ვიყავი ის ადამიანებიც ძალადობდნენ, იქ 170-მდე ადამიანი დაზარალებულად აღიარებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა დაკავებული არის მხოლოდ 5 ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლება არ ცდილობს არანაირად გამოავლინოს ის ადამიანები, თუ ვინ არიან დამნაშავეები. უნდა მეპარება ეჭვი, ესენი არიან თუ არა, იმიტომ რომ გასული იყო წელიწად ნახევარზე მეტი, ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანების იდენტიფიცირება და უცებ აღმოჩნდა, რომ 2 ადამიანი არის დაკავებული. ასევე იმის გათვალისწინებთ, რომ 10 დღით ადრე ჩემს საქმეში არანაირი სიახლე არ იყო, უცებ არ საიდან ჩდება 2 ადამიანი.
სხდომის დასრულების შემდგომ ჩვენ გქონდა შესაძლებლობა რომ გავსაუბრებოდით პროკურორს, რომელიც მუშაობს ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩვენ მას ვკითხეთ იმასთან დაკავშირებით თუ ერთ დღეში როდესაც მოხდა ამ სპეცრაზმელების იდენტიფიცირება, რას აკეთებდნენ მაშინ წელიწადნახევრის განმავლობაში და რატომ არ მოხდა ამ დროის განმავლობაში მათი დაკავება. მან თქვა ის რომ მიმდინარეობდა გამოძიება და სწორედ ამ გამოძიებას დასჭირდა ამდენი დრო, რის შემდგომაც დააკავეს უკვე მაისში 5 სპეცრაზმელი. გარდა ამისა, ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ასევე გავსაუბრებოდით ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე პროკურორს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს. მან ასევე აღნიშნა ის, რომ დღეს გაიმართა წინა სასამართლოს სხდომა, ყველა მათგანი აღიარებს ბრალს, საქმე გადავიდა არსებითად განხილვის ეტაპზე. ასევე ვესაუბრეთ დიმიტრი მჭედლიშვილსაც, რომელიც არის ერთ-ერთი სპეცრაზმელის ადვოკატი, რომელმაც თქვა, რომ ის აღიარებს და ინანიებს წარდგენილ ბრალს. ჩვენების გარდა რა ტიპის მტკიცებულებები? იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის განიხილება დახურულ სასამართლოს სხდომაზე, მე დეტალებში ვერ შევალ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საქმე არ დაიყვანება, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რაც უშუალოდ ბრალდებულების მხრიდან მიიღო საგამოძიებო უწყებამ. არაერთი სხვა მტკიცებულება არის, როგორც გამოკითხვის ოქმის სახით, ასე ვიდეო ჩანაწერების სახით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეთ და ერთ დღეში დაგიბრუნეს მათ პასუხი. ასე ერთ დღეში მოხდა მათი იდენტიფიცირება, მაშინ როცა წელიწადნახევარი მიმდინარეობდა ეს გამოძიება? აი თქვენ თვითონვე მეუბნებით, გამოძიება მიმდინარეობდა წელიწადნახევარი, ერთ დღეში როგორ მოხდა? პასუხს გცემთ. თქვენ თვითონ ამბობთ, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და გიდასტურებთ დაახლოებით 1 წლის მანძილზე, სადაც ჩატარებული არის არაერთი საგამოძიებო მოქმედება და მიღებული არის არაერთი ექსპერტიზის დასკვნა. საქმე არ დაიყვანება მხოლოდ ერთ წერილზე, რომელზეც თქვენ გაქვთ საუბარი, თუმცა ასევე არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იქნა საქმის გამოძიების დასკვნით ნაწილში. საქმე არის მოცულობითი, საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები საფუძველზე მოხდა ორი ბრალდებულის მიმართ ბრალის წარდგენა, ლევან ხაბეიშვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. მტკიცებულებს უშუალოდ ვერ შევეხებით, თითოეულ მტკიცებულებას, იმიტომ რომ გაუთქმელებაზე გვაქვს ხელი მოწერილი. ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი და დაუშობლობაზე ჩვენც არ გქონია შუამდგომლობა არც ერთ მტკიცებულებაზე. ყველა ეს მტკიცებულება არის სადაოდ გამხდარი, შესაბამისად არსებითი განხილვისას მოხდება მათი გამოკვლევა. ბრალდებულების პოზიცია გაირკვა დღეს, წინა სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ეკითხება, ისინი ბრალში ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ. სამივე ბრალდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული. დაკავებულ სპეცრაზმელებს ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ძალადობით, ხოლო გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულ სპეცრაზმელს დამატებით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ძალადობით ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალი დაუმტკიცდებათ დაკავებულ სპეცრაზმელებს, მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.